შვილების მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი. მინდოდა სკოლაში კარგად ესწავლათ და გაკვეთილები არასდროს გაეცდიან. ჩემი ერთ-ერთი შვილი ცოტა ხნის წინ 16 წლის გახდა. სკოლაში მანქანით თავად დადის და ერთ დღესაც უბრალოდ ჩაეძინა. თავიდან ისე გაუცდი, დაჯერებაც კი გამიჭირდა. ვერ ხვდებოდი ასეთი რამ საერთოდ როგორ შეიძლება მოხდეს. ჩემს ბავშვობაში მსგავსი რამ რომ გამეკეთებინა, წარმოუდგენაც არ მინდა მშობლები რას მიზამდნენ. თუმცა გონების კუნჭულში ერთი კითხვა მაინც მიტრიალებდა. ამ ყველაფერს ახლა საერთოდ აქვს რაიმე მნიშვნელობა. შვილს უყურებდი და ვფიქრობდი, საერთოდ რატომ დადიხარ სკოლაში? ვიცი, ეს გიჟურად ჟღერს და ამას შვილს პირდაპირ ვერ ვეტყვი. მაგრამ მართლა მაინტერესებს, დღეს ამას რა აზრი აქვს? ან იქ რას აკეთებთ? სამყარო ისეთი სისწრაფით იცვლება, წარმოდგენაც კი მიჭირს. ამდენად ნელა მიყვება ამ ტემპს ის მასალა, რასაც თქვენ გასწავლეთ. სხვათა შორის, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკაში ყველა ბავშვი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ნებისმიერი დავალებისა თუ საქმისთვის. გონი, ხალხი ვერც კი აცნობიერებს, რომ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების თითქმის 100% ყველაფერში, რასაც აკეთებს, სწორედ ხელოვნურ ინტელექტს იშველიებს.